დიდი შირაქის ველზე ნაქალაქარია ნაპოვნი, რომელსაც სატელისტური ფოტოების დაშიფრირების შედეგად მიაგნეს. დიდნაურის ნაქალაქარი, რომელიც დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ძველი წელთა რიცხვით მეორე 1000 წლის დასასრულით არის დათარიღებული. ექსპედიციის ფარგლებში გაითხარა სამარხიც, რომელიც სავარაუდოდ მხედართ მთავარს ეკუთვნოდა. დიდი შირაქის ველზე ეგრეთ წოდებული დიდნაურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 3200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიით სპეციალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სატელიტურმა გადამცემმა დიდნაურის მიდამოებში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა. შესაძლებელია სწორედ იმ აღმოჩენება, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, სრულიად შეცვალოს ის წარმოდგენა, რომელიც აქამდე ქონდა ჩვენ ზოგადად აღმოსავლეთ სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომპლექსურად მოხდეს მთლიანად ამის ასე ვთქვათ, არქეოლოგიურად შესწავლა და აქედან გამომდინარე მე უკვე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა ერთი მხრივ მოხდეს კონსერვაცია ამ ტერიტორიის და მეორე მხრივ უკვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ნასახლარი სავარაუდოდ უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს. მდიდრული სამაროვანია, პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქის სამაროვანი ითხრება და ამას ჩვენ თავს აღარ მივანებებთ არასოდეს. გაითხარა სავარაუდოდ ბრძოლაში დაღუპული მხედარ მთავრის სამარხი. მუცლის არეში ჩონჩხს ისრის პირი აღმოაჩნდა, რომელიც მეცნიერების თქმით არ არის კავკასიური წარმომავლობის. გამოუცა თვითონ იმ სამარხების მოყვანილობამ, სამარხებში ინვენტარმა, აქამდე უცნობმა, ასე ვთქვათ, ნივთებმა, მაგალითად გეტყვით შუბისპირი, ისრისპირი, რომელიც საქართველოში აქამდე ამ პერიოდისთვის ესეთი ისრისპირი არ არის დაფიქსირებული. დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. როგორც აქ მომუშავე მეცნიერები ამბობენ, კომპლექსის გამოკვლევამ შესაძლოა საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ ახალი ფაქტები გამოავლინოს.